დღეს არის შაბათი 4 ივლისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 21 ივნისი 2026 წელი და ვაგრძელებ პატრიარქზე საუბრებს ეს არის საუბრები ჩვენს პატრიარქზე უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია და ჩვენ საუბრობთ 1990 წელია შემოდგომა და ჩვენ გადავედით ახალ საპატრიარქოში. ახალ საპატრიარქოში, რომელიც არის ეს შენობა, რომელშიც დღეს არის საპატრიარქო და ეს გადასვლის პროცესის შესახებ ვისაუბრეთ და ეხლა მინდა გავაგრძელო. რა თქმა უნდა, სანამ უშუალოდ პატრიარქი საცხოვრებლად გადავიდოდა რა თქმა უნდა, ეს იყო რაღაც საოცარი განცდა, როდესაც იგი იმის შემდეგ რაც შენობა დაიცალა, მოგზანდა, დაათვალიერა შენობა და რა თქმა უნდა, პატრიარქი როგორ გითხრათ, იცით როგორი ადამიანი იყო, რაღაცა უთქმელი ადამიანი იყო აბსოლუტურად, მისი გეგმების შესახებ, რაც არ უნდა თითქოს ისეთი გეგმები ყოფილიყო, რაშიც დასამალის თითქოს არაფერი არ არის, არ უყვარდა თავის გეგმების შესახებ საუბარი. რას ფიქრობდა, რა გადაწყვეტილებებს ღებულობდა. არ ვიცი მე თუ არსებობს ადამიანი, ვინც იცოდა ამის შესახებ, ალბათ არა. ყოველ შემთხვევაში რა შორეულ გეგმებზე, ახლო გეგმებზე. ერთადერთი მე მახსოვს მე იქ ვიყავი, რა თქმა უნდა იქ ვიყავი, როდესაც პატრიარქმა დაათვალიერა მთელი შენობა და დაახლოებით განსაზღვრა, როგორი უნდა ყოფილიყო განლაგება, როგორი უნდა ყოფილიყო ეს ახალი საპატრიარქო და ცოტა ხანი სანამ გადმოვიდოდა პატრიარქი აქ, მოეწყო როგორც იყო მაშინ საშუალება, რომ სადმა გაერთია ღამე, დედები, რომლებიც მასთან ერთად ცხოვრობდნენ მონასტერი, და თანდათანობით ჯერ გარემონტდა, რაღაც ადგილას კოსმეტიკური რემონტი იყო, რაღაც ადგილას რაღაცა ფუნდამენტური რაღაცები იყო შესაძლებელი, რაღაცა ესეთი დიდი ხნის კი იყო იქ გამოყენებული შენობა, მაგრამ ესე ნაცხოვრები არ იყო, გამე არავინ არ რჩებოდა საერთოდ. ხო და რაღაც ესე დაიწყო ამის მოწყობა და ამას რაღაცა გარკვეული დრო რა თქმა უნდა დაჭირდა. მერე მახსოვს რომ გადავიდა უწმინდესი, ეს ძველი საპატრიარქო თანდათანობით დაიცალა და განისაზღვრა ამ ძველი საპატრიარქოს, ეხლა სიონის ეზოში სადაც არის მისი ფუნქციები და ერთ-ერთი მთავარი მახსოვს ის, რომ ეს კაბინეტი, ცნობილი მისი კაბინეტი, სადაც ღებულობდა ადამიანებს, სადაც კედელზე ეს სამყაროს შექმნა ალბათ, რა ვიცი, ესე არის გამოხატული და იქ არის ერთი ძალიან შთამბეჭდავი გარემოება, რომ კედელზე არის გამოხატული დედამიწა როგორც პლანეტა და როდესაც პატრიარქი შდებოდა სავარძელში, თავის სავარძელში, მე არ მგონია, რომ ეს წარმოუდგენელია, უბრალოდ რომ სპეციალურად ესე ყოფილიყო დახატული, ვერ გეტყვით, მაგრამ რო შდებოდა სავარძელში, უკან დედამიწის პლანეტა, დედამიწის გამოსახულება მისი თავის უკან ხდებოდა და რაღაცა როგორ ჩარავანდეთ ისე ადგა თავზე და ეს ძალიან სამბეჭდავი იყო
ნუ მაშინ ეს ღიმილის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ აი ხო ვამბობდით, აი რაღაც და აი ყველა ფიქრობდა, მაშინვე ჯერ კიდევ მაშინვე რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოვლენა იყო და მაშინ ძირითადად საუბარი იყო ილია ჭავჭავაძეზე, წმინდა ილია მართალზე, აი რაღაცნაირად მისი აი ვისაც ვადარებდით ხოლმე თუ აი რაღაც ეს იყო, თუმცა მე უკვე მოგვიანებით აი იმ შედარებისთვის ხშირად ერთხელ ერთმა მონაზონმა ისიც კი კითხა, რომ თქვენ ილია ხართო? ანუ ილია წინასწარმეტყველი იგულისხმა და კატრიარქს გაეღიმა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხო იცით წინასწარმეტყველება არსებობს, რომ ილია წინასწარმეტყველი უნდა მოვიდეს დედამიწას, ხო ცოცხლად არის, ეცად აღტაცებული და ესეთი შეკითხვაც კი იყო მის მიმართ, რომ თქვენ ილია ხო არა ხართ. ეხლა რა თქმა უნდა, ილიაც რო ყოფილიყო ხო არ გვეტყოდა ეხლა თქვათ, მაგრამ ნუ ხო შემთხვევაში ესეთი მოლოდინი იყო მისგან თავიდანვე და მოკლედ ეს ველი საპატრიარქო და ეს შენობა ეს დარბაზი მთლიანად დაეთმო გალუბის სამგალობლო სკოლა ჯერ არ არსებობდა მაშინ, მაგრამ აი გალუბის გავყიდლები ჭარბდებოდა და მოდიოდნენ ბავშვები ძირითადად, ნუ უფროსებიც და მოკლედ აი სულმუდმივად გალობა ისმოდა აი ამ დარბაზში. ამასობაში უწმინდესი გადაბრძანდა იქა და ეს ეხლა როგორიც არის საპატრიარქო, ამას წლები დაჭირდა ეს განლაგებას, თქვათ აი ესეთებას. ერთადერთი რაც უწმინდესმა თქვა, რომ აი თავიდანვე რაც ხმამაღლა თქვა, რომ აქ იქნება დარბაზი. აი სადაც ეხლა არის დიდი დარბაზი, აქ იქნება დარბაზი, მაგრამ ნუ ძალიან სარემონტო იყო ეს ყველაფერი და ამ დარბაზში გავლაც კი ძალიან საფრთხილო იყო. იატაკი მოძრაობდა ეს დიდი დარბაზი, სადაც ეხლა არის, სადაც პატრიარქების პორტრეტები კიდია. ესე იგი ეს მესამე სართულზე და ამიტომ იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა მოიწვიეს კონსტრუქტორები, შეამოწმეს, ნუ აი როგორ შეიძლებოდა ამისი გამაგრება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დარბაზია რა და ეხა იმის ჩანგრევა და თან ეხა იქ ხან ცეკვავენ, ხან რაღაცა ეს ეხა მე ჯერ ტექნიკურ რაღაცებზე მოგახსენებს და თანდათანობით მე როგორ მიიღო ეს თანამედროვე სახე. და გარდა ამისა, ნუ ნელ-ნელა იქ სასადილო მოეწყო, რა თქმა უნდა, სამზარეულო მოეწყო, ესეც ნელ-ნელა ყველაფერი, აი თავიდან ეს ყველაფერი არ იყო და მოკლედ ნელ-ნელა მიიღო ეს სახე, რომელიც დღეს აქვს საპატრიარქოს ოღონდ მთავარი არ არის, ცით აი მთავარი სხვა რამეა. მე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ უკვე ხშირად ვიყავი ხოლმე, იქ ჯერ ღამე არ რჩებოდი მე თვითონ. ეს უკვე როდის დაიწყო ეს ჩემი ღამე დარჩენა, ამას მოგახსენებთ. მაგრამ კი ხშირად ვესწრებოდი ხოლმე, ნუ გვიანობამდე ვიყავი ხან დილა ადრე მოვდიოდი ხოლმე, იმიტომ რომ სულ იყო იქ, წარმოიდგინეთ ახლა საქმე სულ იყო და ნუ შემგარდა, რა თქმა უნდა, სიხაროსნები, ახალგაზრდები, ნუ სულ ესე იგი პატრიარქი მარტო ესე რომ ვთქვათ არასდროს არ იყო და ამიტომ როდესაც ეცით რა მახსოვს ძალიან შთამბეჭდავი რა იყო, რომ ურჩებოდა ეს საქმიანობა, აი საღამოს ვთქვათ, ან ვახშამზე მიგვიწევდა ხოლმე ან სულ და სხვათა შორის თვითონაც მარტო არასოდეს არ იყო ტრაპეზე, ნუ წარმოუდგენელი იყო, აი პატრიარქთან ველოდებოდით კიდევაც, თან დროც იყო მძიმე ძალიან, მაგრამ აი სულ რაღაცა ბევრ ადამიანზე იშლებოდა ყოველდღე დილა საღამოს და მიგვიწევდა ხოლმე და ამის შემდეგ მე ესე იგი ნუ საღამოს ვახშმის შემდეგ ეხა წავიდეთ და ვილოცოთ, ესე იტყოდა ხოლმე და ის შუა ადგილას იქ ჯერ კიდევ დიდ დარბაზში არ ხდებოდა ეს აი იმ შუაში ნუ ზოგი შეუძლოთ ვინც იყოს სკამზე დაბრძანდებოდა თვითონ უწმინდეს სავარძელს უდგამდნენ ხოლმე
და იკითხებოდა ჯერ დაიწყო ეს ყველაფერი დილის ლოცვები და საღამოს ლოცვები. ნუ დილით რა თქმა უნდა საუზმემდე ხდებოდა ეს ლოცვების წაკითხვა და საღამოობით აი რაც საეკლესიო ესე იგი ლოცვაში წერია, ლოცვანი ძილად მისვლის. აი ამას წავიკითხავდით ხოლმე. ოღონდ წარმოუდგენელი იყო, რომ აი ერთი დღე მაინც გაცდენილიყო. არასოდეს მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა, რომ აი საღამოს ლოცვა არ ჩატარდა, გამორიცხული იყო. ერთი და იგივე დროს, ნუ შეიძლება და ეს დროც გადაწეული იყო, ან გადაწეული იყო და უწმინდესი მობრძანდებოდა და ნუ ეს საღამოს ლოცვა იკითხებოდა ხოლმე და ამის შემდეგ გვემშვიდობებოდით ხოლმე უწმინდესი წაბრძანდებოდა დასასვენებლად და ჩვენ კი ნუ აი ვინც სად და როგორ ესე იგი ასეთნაირად და რა იყო იცი ძალიან შთამბეჭდავი რომ სულ რაღაცა ემატებოდა ამას მაგალითად ერთხელ და სამუდამოდ დაწესდა რომ როგორც კი ესე იგი ეს ლოცვა თავდებოდა აუცილებლად რაღაც მოძღვარი ესწრებოდა ვინმე რომელიმე მოძღვარი ძირითადად ეს იყო ხოლმე აი სწორედ მამა დავითი რომელიც მეუფე დანიელი გახდა ნუ ძალიან ხშირად ის იყო ხოლმე მაგრამ იყო შემთხვევები როდესაც ის არ იყო და თქვათ სხვა მოძღვარი იყო და რა ხდება ესე იგი ამის შემდეგ საცეცხლურით და ნაკურთხი წყლის ხურებით აუცილებლად დაიძრებოდა ეს ჯგუფი მოძღვარი და ნუ ძირითადად ეს სტიხაროსნები და მეც ხშირად მათ შორის და მთელ საპატრიარქოს ჩადიოდნენ ესე იგი ასხურებდნენ აკმევდნენ და საპატრიარქოს წრეს არ ტყავდნენ ესე იგი აი რო გადიხარ სადარბაზოდან მარცხენა მხარეს მიდიხარ და მოკლედ შემოუვლიდნენ და რაღაც ლოცვები რაც იცოდა მოძღვარმა ზეპირად 50 ფსალმუნი 90 ფსალმუნი და სხვა ფსალმუნები კიდე და სხვა ლოცვები უკაცრავად ამ სხვა ლოცვები სულ მუდმივად ხმამაღლა ეს ლოცვა ითქმებოდა და აი ამ ლოცვით შემოუვლიდნენ ხოლმე გარშემო ანუ შემოუვლიდით ხოლმე გარშემო მეც რეკვერენ მოგვიანებით მოდელი რო გავხდი მეც მევალებოდა ხოლმე ხანდახან ესა და აი ეს ამოდიოდა ეს ჯგუფი ხატებით რამდენიმე ხატი იყო განსაკუთრებით რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო და დამთავრდებოდა ხოლმე ეს ლოცვა და ამის შემდეგ პატრიარქი ემთხვეოდა ჯვარს და კარგად ვერ გეტყვით გონი მე-11 თუ მე-12 თუ აი რაღაც აი პერიოდის ჯვარი დღესაც არსებობს ეს ჯვარი საპატრიარქოში რაღაც ძალიან შთამბეჭდავი ჭედური ჯვარი იყო აი ამ ჯვარს ვემთხვეოდით ხოლმე და მოკლედ აი ესე თანდათანობით და ნელ-ნელა გოგონთ აი ესეთი შეგრძნება მქონდა რომ აი თითქოს დღეს აი დღევანდელი გადასახედიდან აი დღეს როგორც არის ეს ყველაფერი თუნდაც აი მისი გარდაცვალების შემდეგ ეხა ამ წუთას ვერ გეტყვით როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი მაგრამ მის სიცოცხლეში ნუ აი სანამ შეეძლო ბოლომდე აი ესე გამომძანდებოდა და აუცილებლად ეს ლოცვა იკითხებოდა და აუცილებლად ესე დამთავრდებოდა ხოლმე ეს ლოცვა აი სულ ბოლო ჟამამდე ოღონდ აი რას ვამბობ დღევანდელი გადასახედიდან აი ეს ბოლო პერიოდი აი ხა ხო ვიცით ყველა როგორია ხო საპატრიარქო როგორ გამოიყურება ეს ხო აი ესეთი შთაბეჭდილება მჩებოდა რომ ეს ყველაფერი მან იცოდა ეს ყველაფერი იცოდა მარტო ნივთების განლაგების თვალსაზრისით კი არა თუმცა ესეც იყო აი სად რა უნდა დაიდოს და როგორ ემატებოდა როგორ ივსებოდა იმიტომ რომ ხო გეუბნებით ეს კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო მისი ფრაზა რომ სიღარიბემ შეჩვევა იცის და ეს უდია რომ ესე იგი არ უნდა შეეჩვიოს სიღარიბეს ადამიანი და აი რაღაც ეს სახე დღევანდელი საპატრიარქოს სახე ესე თანდათანობით იკვეთებოდა აი ჩვენს თვალწინ ოღონდ იკვეთებოდა როგორც ით აი ძალიან როგორც ქვისმთლელი როგორც მოქანდაკემ როდესაც ქვას უყურებს და იცის რა უნდა გააკეთოს იმ ქვისგან და იმ სხვათა შორის თუ არ ვცდები მიქელანჯელოს აქ ნათქვამი რომ ადვილია ძალიან
ქანდაკების გაკეთება უბრალოდ ქვას ზედმეტი ნაწილები უნდა მოაშორო. და რაც საჭირო ის უნდა დატოვო და ეს არის ქანდაკება და აი ეს აცლიდა ამ ზედმეტ ნაწილებს, უმატებდა ახალ დეტალებს და პირველ რიგში მაინც ეს ლოცვას ეხებოდა, იმიტომ რომ ბოლოს უკვე სანამ წირვები დაიწყებოდა, ესეც მერე მოხდა უკვე. ესეც გათვალისწინებული ქონდა, ეს მოგვიანებით იყო უკვე ყოველდღიური წირვები საპატრიარქოში, მაგრამ თავიდან ეს იყო ჯერ პარაკლისები, რომელიც ასევე არ იყო ყოველდღიური, თანდათანობით აი ეს დილის ლოცვა შეცვალა პარაკლისმა რომელიმე წმინდანის, ძირითადად თიშობლის, მაგრამ რომელიმე წმინდანის პარაკლისი იკითხებოდა და ძალიან შთამბეჭდავი იყო კიდევ ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს თვითონ უწმინდესი აკეთებდა ამას. როდესაც დადგებოდა ეს პარაკლისი სახარების შემდეგ იკითხებოდა აცხოვნე ღმერთო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, აი ეს ცნობილი ლოცვა და აქ არის ჩამონათვალე წმინდანების და ესე იგი ჯერ როგორც წერია პარაკლისების სიგში ძალიან მოკლეა ეს ჩამონათვალი და მე თანდათანობით ამას ემატებოდა წმინდანების სახელები და ბოლოს იმხელა გახდა ეს ჩამონათვალი რომ რა გითხრათ ესე იგი აი ლამის ერთი პარაკლისის სიგრძე მარტო ეს აცხოვნეს წმინდანების ჩამონათვალი იყო უკვე ბოლოსკენ ესე იგი და როდესაც წირვები დაიწყო ეს პარაკლისები შეწყდა და მახსოვს ერთხელ მე ჩვენც ვიმეორებდით უკვე ეს მოგვიანებით უკვე როდესაც მეც მზღვარი ვიყავი მგდელი რო გავხდი და ვიმეორებდით ამ პატრიარქის ნათქვამს და მე ის იყო რაღაც ესეთი თუ ვინმეს გაახსენდებოდა კიდევ რომელიმე წმინდანი და იტყოდა ხმამაღლა ხო აი რაღაცა ესეთი პატრიარქსაც უხაროდა ესა და რაღაცა და მოკლედ თუ ვინმე წმინდანი ვიცოდით ყველა ამ ჩამონათვალში გვხვდებოდა და ერთი შემთხვევა მახსოვს ესეთი ერთ-ერთი მღვდელმთავარი მობრძანდა მეუფე თადეოზი არაჩვეულებრივი რაღაც ეს მღვდელმთავრები ალბათ რომელიც ყველანი პატრიარქის ნაკურთხები არიან მათზე ალბათ აი კიდევ პატრიარქის პორტრეტის შესავსებად ალბათ აი წმინდა სინოდის მღვდელმთავრების შესახებ საუბარი იქნება ალბათ ძალიან მე არ ვიცი როგორ მოვახერხებ ამას მაგრამ ალბათ იქნება ძალიან შთამბეჭდავი თვითონ მღვდელმთავარმა ალბათ ჯობია რომ თვითონ მოყვეს თავისი ამბავი მაგრამ აი პატრიარქის მათთან ურთიერთობა რაც თვალშისაცემი იყო ძალიან შთამბეჭდავი და მოკლედ მეუფე თადეოზი მოვიდა ერთხელ არ ესწრებოდა ხშირად ამ პარაკლისებს ხო და მე მახსოვს რაღაცა თითქოს დიდი ხნის როდის იყო მოსული რომ მოვიდა და მეუფე თადეოზი ცნობილი იყო იმით რომ ძალიან დიდხანს ლოცულობდა ხოლმე რა აი მეუფე თადეოზის წირვა შუაღამეს იწყებოდა და მეორე დღეს საღამოს დავდებოდა ხოლმე წირვას ატარებდა ჯერ პარაკლისებს გადაიხდიდა მერე კიდევ წირვის მერე პარაკლისებს დიდხანს ემზადებოდა ხოლმე აი ესეთი იყო და უცებ ესე იგი აღმოჩნდა აი პარაკლისე და მე მახსოვს მისი სახე აი ეს ჩამონათვალი რომ დაიწყო და გონი ის რომ მოვიდა მე ვიყავ მაშინ მორიგე და მე უნდა მეთქვა ეს აცხოვნე პატრიარქმა მე დამავალა და რო ესე იგი თან ზეპირად გამახსოვრდება ამ დროს და რაღაცა პრინციპია ამ წმინდანების ჯერ თქვათ წინასწარმეტყველები მე აი როგორც არის მღვდელმთავრები მოციქულები მღვდელმთავრები მე მოწამეები ღირსიმამები და აი ამას რო ჩამოვთვლიდი და მახსოვს აი რომ ლაპარაკობდი მეუფე თადეოზი ესეთი გაოგნებული იყურებოდა ესე იგი რაღაც საოცარი პირველად მოისმინა მაშინ ესეთი რამე აი რომ აი პარაკლისი ამდენ ხო და ეს მისი ის იყო რა ქვია თვითონ იყო ესეთი რა მეუფე თადეოზი და უკლედ მე აღნიშნა კიდევაც რომ რამდენ წმინდანს ვიხსენებთ და ეს პატრიარქი აი პატრიარქი იყო ესეთი რა პატრიარქი იყო ესეთი და ესე იგი ეს მერე იყო მაგრამ აი საპატრიარქოს სახე როგორი იყო აი ეს ერთი შემთხვევა კი მინდა ეხლა მოგიყვეთ ეს არის ალბათ
ეხლა ვერ გეტყვი ზუსტად რომელი წელია, უკვე მოგვიანებით რამდენიმე წელია გასული. ალბათ არის ამ 90-იანი წლების ბოლო 2000 წელი მგონი არ არის ჯერ თუ გადაცდა, აი ზუსტად ვერ გეტყვით. მოკლედ მოვიდა ამბავი შეტყობინება საპატრიარქოში, რომ უწმინდეს მოწერა წერილი ინგლისის კი არა ინგლისიდან მოწერა წერილი საბერძნეთის მეფემ. საბერძნეთის მეფემ, რომელსაც ქვია სახელად კონსტანტინე. მე არ ვიცი ხა არ ამგონია თუ ის ცოცხალია ეს პიროვნება. ხო და მოკლედ მოწერა წერილი, რომ ინგლისში ცხოვრობს ეს საბერძნეთის მეფე და რომ ესე იგი უწმინდეს ეპატიჟება თავისი შვილის ქორწილში მეფე. ნუ ესე იგი ჯერ პირველად რომ გავიგე მე პირადად ახლა ჩემი აღთქმა მინდა გახქმა როგორი აღთქმა მქონდა ამ მოვლენის რომ აი საბერძნეთს რომ მეფე ყავს ნუ პირველად გავიგე საერთოდ ნუ აქ მე აღმოჩნდა რომ თურმე არა მარტო საბერძნეთს ყავს მეფე მაგალითად სერბეთში მომიწია მე ჩასვლა და აი სერბეთის მეფე გაგვაცნეს იქ ადგილზე ხო და ნუ მოკლედ აი ეს მემკვიდრეობით მიღებული შთამომავლობით რა თქმა უნდა ხა იქ სახელმწიფო წყობა საბერძნეთში სრულებით სხვანაირია მაგრამ აი მეფე საბერძნეთს ყავდა მეფე რა ოფიციალურად მოკლედ აი მეფე და მეფემ ესეთი რამე მოიწერა მეფე კონსტანტინემ რომ მას სულ ჩამოვიდეს საქართველოში და უშუალოდ მიიწვიოს პირადად შეხვდეს პატრიარქს და მიიწვიოს იგი თავისი შვილის ქორწილში. მინდა გითხრათ რომ აი პატრიარქისთვის ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო, აი ესეც მისი პიროვნების დასახასიათებლად. თვითონ ხო ძალიან უნდოდა ჯერ ერთი ვახტანგ გორგასალის ნათესავებად ითვლებოდნენ აი ეს პატრიარქის გვარი მთელი უდუშაურები, იმიტომ რომ როდესაც ვახტანგ გადმოცემა არის ესეთი რომ როდესაც ვახტანგ გორგასალი იყო ოსეთში გაილაშქრა, ესე იგი ეს ამ უდუშაურებთან შეჩერდა და სნოში გაჩერდა გზად და იქ ამ ბავშვი მონათლა ამ უდუშაურების და აქედან მოყოლებული მეფიანთ რაღაცა ესე მეფის ოჯახს თუ რაღაც ესე უწოდებდნენ ამ შიოლაშვილებს, ნუ შიოლაშვილები მერე იყო შიოლა უდუშაურის შთამომავლები არიან ესენი და ნუ უდუშაურების გვარი რა და ამიტომაც განსაკუთრებული არა მარტო ამიტომ რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა აი ეს მეფისადმი როგორც ასეთის რა. მით უმეტეს სხვა ქვეყნის მეფეები და ნუ ესეც ახლა უკვე გვიანდელი ამბავია მისი მოგზაურობა ინგლისში, როდესაც ელისაბედს შეხვდა ინგლისის დედოფალს მის უდიდებულესობას და პატრიარქმა სხვათა შორის ბაგრატიონებსაც იწვევდა ხოლმე ხშირად. ეს ცალკე საკითხია კიდე. და იცოდა ძალიან კარგად ეტიკეტი, აი როგორ უნდა მოიქცე მეფესთან. ესე იგი, ეხლა ჩემთვის ეს მაგალითად წარმოუდგენელი იყო, ეხლა ჩვეულებრივად თბილისში დავიბადე, გავიზარდე, აქვს რაღაც ჩვეულებრივი ურთიერთობები მქონდა საზოგადოებასთან და უცებ მეფე, აი როგორ უნდა მოიქცე მეფეს, როგორ უნდა მოეპყრა, ჩვენ ეს ყველაფერი გვინდა ყავს პატრიარქისგან. ოღონდ საიდან იცოდა ამას ვერ გეტყვით, არ ვიცი. აი საიდან უნდა ცოდნოდა პატრიარქს, მაგრამ როგორ ჩანს სპეციალურად წიგნებს კითხულობდა, როგორ ჩანს სპეციალურად ემზადებოდა და აი მართლა ესეთი ნამდვილი ზღაპრული ამბავი მოხდა, ნუ მეფე ჩამოდის. წინასწარ ცნობილია ეს ამბავი რა და ხო და აი ჩამოდის მეფე საკუთარ თვითმფრინავით, კერძო თვითმფრინავით, უბრალოდ ხა ჩვენ საკუთარია ესე წარმოვიდგინეთ, მაგრამ ნუ კერძო თვითმფრინავით სპეციალური რეისია, პატარა თვითმფრინავია და ამ თვითმფრინავით უნდა ჩამოვიდეს მეფე და ცოტა ხანი გაჩერდება ძალიან და მერე უკან გაფრინდება. ესე იგი, როგორი მზადება დაიწყო პატრიარქმა, აი რომ ეს ისეთი როგორ გარდაიქმნა
მივაწევ, რაღაც სხვა პატრიარქი ვიხილეთ, ესე იგი და აი თვითონ სადაც რჩებოდა, თქვა რომ ეს ოთახი უნდა გარემონტდეს, ღამე სადაც ათევდა პატრიარქი, რომ ეს უნდა გარემონტდეს, ისეთი უნდა გახდეს, რომ მიქ მეფის მიღება შეიძლებაოდეს. ჯერ საერთოდ ამას რომ გამოკვირვა, ნუ კაი ჩამოდის ცოტა ხანი ადამიანი, ხა მეფე ამ რაღაცა თავისი მეფური ამ გვირგვინით ზემთ კი არ ჩამოდის. ჩვეულებრივი ადამიანია, რომ შეხედავთ, ჩვეულებრივად აცვია, ხო და ნუ ეს უნდა მიიღოს ეს პიროვნება. ნუ ესეთი საშუალოზე ნუ ესეთი დაახლოებით არ ვიცი, ალბათ 60 წლამდე იქნებოდა ეს მეფე მაშინ. სადღაც ეს დაახლოებით 50-60 წლის, ხო და ესე იგი სპეციალურად გაკეთდა რემონტი საპატრიარქოში. აი იმ ოთახის, სადაც პატრიარქი რჩებოდა, იმ ოთახის რემონტი გაკეთდა, რომ როდესაც მეფე მობრძანდება, რომ ესე იგი მეფე ჯერ უნდა შევიდეს მისთვის განკუთვნილ ოთახში, ნუ ცხადია ალბათ ეხლა რომ ხელი უნდა გადაიბანოს და მოწესრიგდეს და დაისვენოს ცოტა ხანი შეიძლება ამ ხელა მოგზაურობის შემდეგ. და მოკლედ ესე იგი ნუ მოესწრო ამის გაკეთება. მე უკვე მოგვიანებით პატრიარქი ცხოვრობდა ამ ოთახში, ანუ არ იყო ეს ოთახი ესე მოწყობილი როგორც ეხლა, მოწყობა რაზე გვაქვს ლაპარაკი, ესე იგი რომ ნუ თავის ტუალეტი რო კონდეს ამას და აივანზე გასასვლელი ესეც ეს აივანიც მერე გვიან მიუშენდა იქ აურობას. მაშინ არ იყო მე მგონი ეს აივანი მეფე რომ მობრძანდებოდა. ეხლა არის პატრიარქის ოთახიდან აივანზე გასასვლელი, დიდი აივანი ის ქვემოდან აშენდა ცალკე ღია, ესე იგი ეს ტერასა. მოკლედ აი ესეთი რემონტი გაკეთდა და მოკლედ ჩამობრძანდა ეს მეფე. ნუ რა თქმა უნდა ესე იგი ეს პატრიარქმა დიდარბაში შეიყვანა, ისაუბრეს, ნუ მეც ვესწრები რა ამ ყველაფერს ხო და მერე სადილი გაიმართა. ეხლა ამ სადილზე აღარ მახსოვს ვინ ესწრებოდა, სპეციალურად მოიწვია ალბათ პატრიარქმა, ეხლა იმასაც ვერ გეტყვით ვინ იყო ამ მოწვეულ სტუმრებთან შორის, შეიძლება ქართველი ბაგრატიონებიც არ გამოვიწყო, ეხლა ამ წუთას აღარ მახსოვს. მოკლედ ძალიან შთამბეჭდავი იყო პატრიარქი, ესე იგი თვითონ დახვდა მეფეს აეროპორტში, დახვდა, ესე იგი სად იცით, მაშინ იყო სამთავრობო, სხვანაირად იყო აეროპორტის მოწყობილი და ეხაც არის მე მგონი ეს პირველი პირების მისაღები, პირველი პირები, რომ სადაც ხვდებიან გასასვლელი, გასაცილებელი თუ დასახვედრე ადგილი და ნუ იქ როგორ იყო იცით, რომ დაფრინდა ეს თვითმფრინავი პატრიარქის მანქანა და რამდენიმე ეს მანქანები ამ და ფეხით უამრავი ხალხი, მოკლედ თვითონ აეროპორტის ტერიტორიაზე გავედით, მეც იქ ვიყავი და ნუ ჩამობრძანდა ეს მეფე დაახვდით, წამოვიყვანეთ საპატრიარქოში, ეს ესე იგი გავერია ესე რომ ვთქვათ მარაქაში და მოვიყვანეთ და ნუ მოკლედ ეს. ნუ არაჩვეულებრივად წინვალე ჩაერა მიღება, მოთ რაღაც ისეთი ამბავი რომ მოგიყოთ ახლა. ძალიან შთამბეჭდავი და ცოტათი იუმორისტული. მოკლედ ნუ დაამთავრდა ნუ ეს ყველაფერი და ახლა საღამო ხანია უკვე მეფე მიემგზავრება და ნუ ისევ იგივე გაცილება. ვაცილებთ მეფეს, გავედით ისევ აეროპორტის ტერიტორიაზე, ნუ მანქანები არის შემოსული და ნუ მეფე ჯდება და ჩაჯდა უკვე თვითმფრინავში თუ ჯერ არ ჩამჯდა რა. მოკლედ პატარა თვითმფრინავია რა, ძალიან ესეთი კოხტა ლამაზი რაღაცა, ხო ძალიან პატარაა თვითმფრინავი და აქ მოხდა რაღაც საოცარი ესეთი აი სრულებით გაუთვალისწინებელი ამბავი. ბატონი რეზოჩხეიძე, ნუ ის იყო რა ქვია, ნუ ვოლგა გაზ 31. აი ამ მანქანის საბჭოთა პერიოდია ჯერ კიდე არის, მაგრამ ნუ გარეგნოწყოში და აი ესეთი მანქანა ყავს და მოკლედ დააგვიანდა თუ რაღაც მოკლედ გვიან შემოვიდა ესა და შემოვარდა სწრაფად ესე იგი რომ აი მოასწროს ამ მეფის გამგზავრებას და ნუ გაჩერდა ეს მანქანა, გადმოვიდა ბატონი რეზო და ნუ პატრიარქთან გაუხარდა და რაღაცა ემშვიდობება ამ ამას და ეს მანქანა მოკლედ ამ მანქანამ უნდა გაემასქნას ახლა რომ გადმოსვა მანქანა უნდა გაწიოს ეს მანქანა წყობა და რაღაც ისეთი ბარყუში თუ რაღაც გააკეთა წრე დაარტყა რომ გამოსულიყო და
მოხდა ესე იგი საოცარი ამბავი. დაეჯახა თვითმფრინავს. როგორ დაეჯახა, იცი, ცხვირით კი არა. ესე იგი, თვითმფრინავის ფრთას დაეჯახა იმითი სახურავით, მანქანის სახურავით და აჭყლით არა თვითმფრინავი. ეს ფრთა მოიღუნა, მოკლედ ახლა კი მეცილება, მაგრამ იქ ამას ხა წარმოიდგინეთ იქ რა მოხდებოდა რა. აი რაღაცა ამის პანიკა მოყვა ამას ახლა რომ თან ის იმ ძღოლის ვიცნობდი მე ხო რეზუჩხეძეს ის ძღოლს დაყავდა იმ სახელი არ მახსოვს, მაგრამ იმის სახე მახსოვს რა ამ ძღოლის აი არ ვიცი ხა ძღოლს კი არა ვადარებ მას, მაგრამ აი თაგვივით აი შეშინებული თაგვი რა ისე დაუპატარავდა ეს სახე და უძლოდა რაღაცა იყურება არ იცი ეს რა ქანას მეფისთვის დააჭახა მანქანა და ეხლა იმის დავიდა იმის ძღოლის შიშები და ეს ბატონეზოს მანქანა რომ დაიჭყლიტა ეხლა ამაზე აღარ არის ლაპარაკი სერიოზულად დაარტყა რა და არ ეხლა ზღარამიერობებს თვითმფრინავს დაარტყა და ეს უნდა გაფრინდეს ეხლა და ამ თვითმფრინავით ვერ გაფრინდება წარმოუდგენელია და არაფერი მსგავსი თვითმფრინავი ჩვენთან არ არის ატყდა ერთი ამბავი ამ ძღოლე ამ ფრინავებმა დარეკეს ინგლისში და დაარეკინეს მაშინ ეხლა ესე არ იყო ეს მეგონი არ ქონდა მაშინ მობილური ტელეფონები ჯერ კიდევ და მოკლედ რაღაცა იქ დაზღვევის თემა თვითმფრინავის ხო დაზღვეულია რაღაცა და მოკლედ იმათ უთხრეს ხო და მამა ზაქარია ყავდა ძინძიბაძე ეხლა ვერ ვიხსენებ მისი სახელი აღიკვეცა მერე ხო და მამა ზაქარია ცნობილი პიროვნება იმითი რომ აი ყველაფერი გამოსდის ხელიდან და მოკლედ მოვიდა და ორი ჩაქუჩი მინდა თქვენ უწინდესობა და მე გავასწორებ ამ ფრთას რა ხო და აი რა გითხრათ რა ესე იგი აი ეს ორი ჩაქუჩი ლამის აი თავში რომ უნდა ირთხა ადამიანმა რაღაცა ეგეთი ვითარებაა და გამოიძახეს რაღაცა ხა რა თქმა უნდა ეს მამა ზაქარიას ორი ჩაქუჩი არ გამოვიდა და არ ვიცი რაღაცა არ ვიცი ვინ იყო გამოიძახეს რაღაც ხელოსნები, მაგრამ ცხადია რომ ამას დრო ჭირდება რა, ამას დრო ჭირდება და მოკლედ საპატრიარქოში მეფე მეორეჯერ ჩამოვიდა რა. ისევ ზუსტად ისევე განმეორდა ყველაფერი როგორც პირველი დახვედრისას, წავედით ახლა პატრიარქმა შესთავაზა, ხوار ვიქნებით ახლა მაშინ დრო უნდა ერთი რამდენიმე საათი დაჭირდება და წამოვედით თავიდან ისე საპატრიარქოში და ზუსტად ისეთი დახვედრა როგორც პირველად იყო მეორედ. და პატრიარქი მე ისე თავის ოთახში შეიყვანა, მოკლედ ისე კიდევ ერთი სუფრა გაიშალა, ყველაფერი რაღაც ისე და ბოლოს დარეკეს იქიდან რომ მზად არის და ვერ გეტყვით კარგად რა გაუკეთეს ამ ფრთას როგორ გაასწორეს. ერთი ის კი მახსოვს რომ მედით რომ რაღაცა სპეციალური ლეიკოპლასტერი იყო თუ რაღაც კოჩი თუ რაღაცა რასაც ქვია. და ის იყო კიდევ ზეიდან გადაწეპებული, რომ ჰაერში საღებავი ქონდა ამძვრალი ამასთან რაღაც არ მოსულდა და მახსოვს რომ ყველაფერთან ერთად ძალიან ძვირი დაუშვდა ეს ჩვენს აეროპორტს თუ ავიახაზებს, იმიტომ რომ ერთი იმდენი რაც ჭირდებოდა ჩვეულებრივი ფრენისთვის, იმაზე უფრო მეტი აღარ მახსოვს ეს უნდა დავждარიყო სადმე თუ პირდაპირ ლონდონში გადაფრინდებოდა, მაგრამ მას უნდა ეფრინა ძალიან ქვემოთ, მაღალ ვერ აფრინდებოდა ეს თვითმფრინავი და მოკლედ ჩაუსხეს ეს საწვავი, ჩაუსხეს ეს და მეორეჯერ მივედით ისევ აეროპორტში, ამჯერად ესე იგი არავინ აღარ შევიშვეს იქ ტერიტორიაზე, მარტო პატრიარქი იყო და მოკლედ ესე გავაცილეთ და მერე აი ცოტა რომ დაწყნარდა სიტუაცია, ყველა დავიწყეთ ფიქრი ბატონ ეზუჩხეიძის ზღოლზე, რომ ესე იგი ამ ადამიანს აი ყველაფერი რო გაეყიდა, რაც გააჩნდა ამის ხარჯი ვერ დაფარავდა და აღარ მახსოვს გონი სახელმწიფომ დაფარა ეს ხარჯი, რაც დაჯდა მოკლედ ეს დაზიანება და ესე იმის მანქანას ვიღაჩიოდა რა. მოკლედ ეხა ეს ერთი ამბავი მოუყევი, იმიტომ რომ
იმიტომ რომ დაახლოებით წარმოიდგინოთ რა ხდებოდა აი ამ საპატრიარქოში, რაც ჩვენ ვერც წარმოგვედგინა თავის დროზე, მაგალითად ის რომ რაღაცა დრო გავიდოდა და ამ ახალ საპატრიარქოში პატრიარქი მეფეს დახვდებოდა მაგალითად. ნუ გარდა მეფისა კიდევ ნუ აი ეს საპატრიარქოს სტუმრები ალბათ ეს სია რო გაკეთდეს, ვინ იყო სხვადასხვა დროს საპატრიარქოში სტუმრად მოსული აი საპატრიარქოს შენობაში, ალბათ ეს კიდე ცალკე ძალიან სერიოზული საუბრის და მოთხრობის საგანია და მე ამიტომ ეხა დროებით ისევ დაუბრუნდები აი ამ მოვლენებს, ესე იგი ჩვენ საუბრობდით რომ 90 წელს მეორე წმინდანი ნოსგზა ჩატარდა და მაინც მთავარი საქმიანობა პატრიარქის ეს ის პერიოდი ხის 90 წელს უბრუნდებით, თუმცა მე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა და ამაზე მე მოგიყვებით და მოკლედ ესე იგი აქ ვართ 90 წელია და იმას ვამბობდი რომ აი პატრიარქმა ეს ყველაფერი თითქოს წინასწარ იცოდა, აი ამისთვის ემზადებოდა აი ასეთი მაგალითად სტუმრების მისაღებად. გარდა ამისა, აი ეს რაც ყველაზე მეტად შთამბეჭდავი იყო ეს ღვთისმსახურება, როგორ თანდათანობით ჩამოყალიბდა საპატრიარქოში, რა ლოცვები იკითხებოდა სისტემატურად. ნუ გარდა ამისა, აი ეს მუდმივი რემონტი ამ საპატრიარქოს ვფიქრობდით რომ აი რა არის. ნუ გარე ფასადი გააკეთა. მერე დაიწყო ესე იგი თანდათანობით ჯერ კიდევ გალავანი გვიან აშენდა ეს გარშემო გალავანი და ვფიქრობდით რომ რისთვის არის ეს გალავანი. და ნუ თავარი იდეა ის იყო რომ ჩვენ წინ ჯერ კი 90 წელია, მაგრამ წინ გველოდება სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომი გველოდება, ესე იგი ეს არის 1991 წლის მიწურულს დაიწყო და ნუ აი რას დაემსგავსა თბილისი და რა ხდებოდა ქალაქში, ნუ ცოტა ამის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, თუმცა მოგვიანებით აი რომ მივალთ დროის თვალსაზრისით და იყო რაღაცა იმდენად იყო ეს ხალხი განწყარებული თუ გავეშებული რომ აი მოვარდებოდნენ ხოლმე და არავითარი დაცვა არ ქონდა საპატრიარქოს. აი ესე იგი როგორ გითხრათ, ჩვენ ვიდექით ხოლმე და აი ესე ადამიანები უბრალოდ აი პატრიარქის ერთგული ადამიანები, რომლებიც შემდეგ აი ამ სამოქალაქო ომის დროს საპატრიარქოს შენობაშიც კი ვრჩებოდით რაღაც პერიოდი, ამას მოგიყვებით. 91 წლის მიწურულის აი მე რა მოვლენები მოხდა. მაგრამ ცხადია რომ აი მაშინ გაუჩნდა როგორ ჩანს პატრიარქს ეს აუცილებლობის განცდა რომ საპატრიარქოს აუცილებლად უნდა ქონდეს გარშემო გალავანი და კონკრეტული ადგილიდან შემოსასვლელი და ეხლა დღეს ესეა ორი ადგილიდან შეიძლება საპატრიარქოში მოხვედრა. ერთი არის ცენტრალური შემოსასვლელი ევროპის ბაღი თორსები ესე ქვია იქიდან და მეორე არის სანაპიროს მხრიდან მანქანების შემოსასვლელი. ნუ ესეც თანდათანობით და კიდევ აი აქედან დაიწყო საოცარი პატრიარქის არ ვიცი ესეც ვერ გეტყვით როდის ასწრებდა საერთოდ და როდის ახერხებდა ესე იგი მაგალითად არ ვიცი ხარ რა ვთქვათ ბოტანიკა როგორც მეცნიერება თუ უბრალოდ მცენარეები საოცარი ცოდნა გამოავლინა პატრიარქმა როგორ უნდა მოუვაროთ მცენარეებს და როგორ უნდა ესე იგი თანდათანობით დაიწყო აი ამ საპატრიარქოს ეზოს განაშენიანება მცენარეებით და ჯერ რაც აქ ქონდა საქართველოში მცენარეები, აი არ ვიცი, საიდან მოქონდა ეს ყველაფერი, ალბათ ბოტანიკური ბაღიდან და დაიწყო დაირგა ეს მცენარეები და შემდეგ სადაც მიემგზავრებოდა პატრიარქი ოფიციალური ვიზიტები ყოველთვის, ესე იგი, აი ამ სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთ-ერთი თემა იყო, რომ პატრიარქს ჩამოქონდა ხოლმე ხეები და მცენარეები, ნუ პატარა, რომელსაც მე გავდა აქ. და ეს იყო ასევე აი პატრიარქის, აი როგორ გითხრათ, პატრიარქის პორტრეტზე თუ საუბრობთ,
აი ეს სცენარეების მიმართ. მე ხა ცხოველებზე მე ცალკე მოგიყვებით კიდე, მაგრამ ამ სცენარეების მიმართ მისი დამოკიდებულება ეს იყო რაღაცა ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი. ზუსტად იცოდა ყველაფერი, როდის უნდა დარგულიყო, როდის უნდა გაისხლას თუ როგორ უნდა უვარო ამ სცენარებს, როგორ უნდა მოირწყას, აი ყველაფერი იცოდა. ყველაფერი იცოდა მოგვიანებით მე ჩამოყალიბდა, როგორ ქვია კი ვერ გეტყვით, ზუსტად გამწვანების განყოფილება თუ რომელიც აი მე ეს ყველაფერი მე გადაიზარდა იმაში, რომ სამების ეზო როგორია დღეს რომ მიბრძანდებით, რომ ნახავთ, აი როგორი განაშენიანებულია, მოკლედ ესეც ლამის სათითაოდ ყველაფერი თავის ხელით დაკეთებული. აქ კი ნამდვილად საპატრიარქოს ეზოში თვითონვიდა და ეხლა ერთი საოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ ამ სცენარებზე. ესე იგი უწმინდესმა მოიტანა რაღაცა ხე. პატარა ნერგი არის და ხე არის, რომელიც უნდა ჩაირგოს. როგორი ხეა, იცით? აი, ადამიანის სიმაღლეა ცოტა მაღალია კიდე, მაგრამ ესეთი პატარა ვიწრო ღერო აქვს, ჯერჯერობით პატარა მცენარეა, ეს ხელში უჭირავს და დაგვიძახა ყველას, ეზოში ვართ და ნახეთ აი რა უნდა გაჩვენოთ. აი ეს არის ხეო, რომელიც უნდა ჩაირგოსო პირიქით. ესე იგი, ფესვები ზემოთ უნდა კონდეს და ტოტებით უნდა ჩაირგოს მიწაში. ესეთი ხე არის. ესეთი ჯიშია რაღაც სპეციალური, ორმო უნდა ჩარგო მე თვითონ ეს ხე. ორმო უნდა ამოითხაროს და ესე იგი ფესვები ზემოთ, ტოტებით ქვემოთ, მე არ ვიცი, ეხლაც არ ვიცი ამ ხის ჯიში რა არის და თვითონვე გაგვახსენა, თუმცა უკვე ვიცოდით მაშინ, წმინდათა ცხოვრებაში არის ესეთი შემთხვევა მონასტერში, რომ იბარებს წინამძღვარი, ტაძრის წინამძღვარი იბარებს მორჩილს და ეუბნება, რომ წადი ეს ხე დარგე. ოღონდ ეს ხე უჭირავს უკუღმა ხელში მორჩილების, აი რა არის მორჩილება რა, აქედან ჩანს და უკუღმა უჭირავს და აძლევს, ესე იგი, ფესვები ზემოთ წარგეს, ტოტები ქვემოთ წარგეს და წადი დარგე ეუბნება. ხო და იქ გონი ორი შემთხვევაა თუ ერთი ადამიანის ის არის, რა ქვია, რომ ესე რატო უნდა ჩარგოს ახლა გადმოატრიალა და ჩარგო ნორმალურად, ჩვეულებრივად და მოკლედ აქ არის შექებული აი ეს მორჩილება, როდესაც მორჩილი წაიღებს ამას და როგორც ეუნებიან ისე დარგავს. და აი პატრიარქმა გვიცხრა, რომ წარმოიდგინეთო, ახლა ჩვენ ხო არ ვიცით იმ მორჩილს რა ხე მიცა. ხო? და წარმოიდგინეთ, აი ეს არის ის ხე, რომელიც უკუღმა უნდა დაირგოს, თავქვე უნდა დაირგოს და აი ეს ამბავი გაგვახსენა მორჩილების შესახებ. აი რა არის მორჩილება, როდესაც აი რასაც გეუნებიან ზუსტად ისე აკეთებ ყოველგვარი შეკამათების და კიდევ ესე იგი შესწორების გარეშე რა. მოკლედ აი ასე განაშენიანდა ეს ბაღი და მოგვიანებით ამ საპატრიარქოს შენობას მე გარედან ჯერ იყო და ეს მიეშენა ეს ტერასა, მე აქეთ რომ საპატრიარქოსგან პირით რომ გეხარ მარჯვენა მხარეს, აი ამ დიდი დარბაზის გვერდით მიშენებულია თუ არ ვცდები ესეც გარედან მე მოგვიანებით და აი საპატრიარქოს აი ამ დიდი დარბაზიდან პატრიარქმა გააჭრა გასასვლელი აი ამ ტერასაზე, რომელიც იყო მინებით არის შემინულია, მოკლედ ეს ნათელი ადგილია, როგორც ტერასა ის. ოღონდ აი შემინულია და თქვა, რომ აქ იქნება ზამთრის ბაღი. აი რა გითხრათ რა, აი ჩემთვის პირადად, ჩემი აღქმისთვის არ ვიცი ხა მე ხო გეუბნებით არასოდეს არ მქონია ესეთი შეხება ცოცხალი ბუნებასთან და ეს ზამთრის ბაღი რას ნიშნავდა ვერ გავიგე მართალი რო გითხრა, რას ქვია ზამთრის ბაღი. აღმოჩნდა რომ ესე იგი მას აქვს აი ესეთი ჩანაფიქრი, რომ როგორც ესე იგი აი რო კეთდება სპეციალურად შუშის სათბური ცალკე გააკეთა კიდე ქვემოთ ეზოში სათბურია რაღაცა აბსოლუტურად თანამედროვე ტიპის როგორ ირწყვება, როგორ ნათდება იქ. ხო და მოკლედ აი სათბური გააკეთა და სადაც მოიტანა შემდეგ შეავსო აბსოლუტურად ეგზოტიკური მცენარეებით, ძალიან შთამბეჭდავია დღეს, ესე იგი ბაღია, ნამდვილი ბაღია, თუმცა ეს მცენარეები დიდ ქოთნებშია. ზოგი ხე არის ჯუჯახეები, ზოგი
ეხლა მე ვერ ჩამოგითვლით აბსოლუტურად რა ქვია ამ სცენარებს, ეს სულ ზეპირად იცოდა, მაგრამ ნებისმიერ სცენარესთან შეიძლებოდა მieყვანე და ეთქვა, რომ ეს სცენარია, ეს ამას ის თვისებები აქვს, ამას ის. აი, მოკლედ ეს ბაღი გააშენა, გარდა იმისა, რომ ქვემოთ ეზოში გააშენა აი თავის დიდ დარბაზთან ხშირად შეყავდა ხოლმე შემდეგ სტუმრები და ხშირად უკვე როდესაც საპატრიარქოს დიდ დარბაზში ტარდებოდა ხოლმე სტილის ლოცვები და საღამოს ლოცვები, იქ შეიძლებოდა ხოლმე შესვლა და ხშირად იქ ვისმენდით ამ ლოცვებს, ამ ბაღში, საპატრიარქოს ბაღში, ამ ზამთრის ბაღში. ნუ თანდათანობით გაამშვენა ეს ყველაფერი, შემდეგ რაღაც ცხოველები მოიყვანა, მაგალითად მე მახსოვს რაღაცა ჯიშის ადამიანის სიმაღლე ღორი წარმოიდგინეთ რა. და ეს რაღაც გერმანიიდან ჩამოუყვანეს რაღაცა ჯიში იყო, ვერც კი დადიოდა ეს ღორი ადგილზე, მეჭამა საჭმელი უჭირდა გადაადგილება, მაგალითად იქ საპატრიარქოსა და შენობასა და მტკვარს შორის იქ რაღაცა ეზო. მერე მახსოვს როგორი საოცარი რუდუნებით მან მოაწყო იმის მერე კი აღარ ყოფილვარ ქვეთ, აი ნუ კი ჩავდიოდი ხოლმე, მაგრამ დიდი ხანი არ ჩავსულვარ, სათბური გააშენა თავისი ხელოვნური განათებით და აი ესე იგი რომ აი მოსავალი კარტოფილი დაირგო რაღაცა. მოკლედ ესე იგი საოცარი ქონდა მას ეს მიდრეკილება, აი ესეთი მცენარეული საფარის თუ რა ვიცი რა ვთქვა. ესე იგი იცით მე წავიკითხე, რა თქმა უნდა პატრიარქმა ეს ყველაფერი იცოდა, მაგრამ მე წავიკითხე, გვისაუბრია, ესე იგი მომიყოლია გერასიმე იორდანელის ცხოვრება, ღირსი მამა გერასიმე იორდანელი უდიდესი წმინდანი იყო და ესე იგი გერასიმე იორდანელი, რომელმაც ლომი მოიშინაურა, ესე რომ ვთქვათ, რომელმაც ლომი მოიშინაურა, თურმე ესე იგი ეს გერასიმე იორდანელის მთავარი ერთ-ერთი მიმართულება, რომ აი ლამის ქალაქი გააშენა, ბერების ქალაქი. რა საკეთებდა იცით? ეს მიწა ქონდა, როგორც ჩანს გამოყოფილი, ეს არის იერუსალიმსა და იერიქოს შორის, დღეს არის ეს მონასტერი არსებობს და ესე იგი ყოველი ახალი ბერი რომ მოდიოდა მონასტერში, გამოუყოფდა რაღაც მიწის ნაწილს და აძლევდა ლოცვა-კურთხევას, რომ აი გარდა იმისა, რომ იქ უნდა ეცხოვრა ელოცა, გარდა ამისა იქ უნდა ბაღი გაეშენებინა. ბაღი ამ ხრიოკ, ესე იგი იორდანის უდაბნოში. ხო და ეს ბერები ერთმანეთის ამ გამოსtildeების გამოყენებით, მოკლედ ეს წყალი მოქონდათ, თუ აი როგორღაც ახერხებდნენ რომ მოერწყათ ეს მიწა და თანდათანობით, ესე იგი აი დიდი ოაზისი გაშენდა იქ. ნუ ნაირ-ნაირი ხეები, ხა იქ სიტპოკი არის და თუ მოირწყვება იქ ყველაფერი ხარობს. თავარია რომ მოირწყვეს, არ გახმეს და მოკლედ თანდათანობით ეს ბაღი გააშენა და ეს ფაქტიურად ეს იყო ნიშნავდა ამ გერასიმე იორდანელის ლოცვას, თხოვნას, რომ ადამიანის სასუფეველში დაებრუნებინა უფალს, რაც სინამდვილეში ეს არის მთავარი აზრი აი ამ კაცთა გამოხსნის განგებულების იესო ქრისტეს განკაცების, რომ ადამიანის სასუფეველში დაებრუნებინა და ეს იმდენად აშკარა იყო, რომ ეს ცხოველებიც კი მაგალითად აი ეს ლომი გერასიმე იორდანელის, აი ეს ლომი იმის ნიშნად იყო ეს მის ცხოვრებაში, როდესაც არის აღწერილი აქ არის ნათქვამი, რომ აი გერასიმე იორდანელმა გარკვეულწილად მოახერხა, აი ყოველთვის ჩვენ თუ ვერ დავბრუნდით სამოთხეში, აი სამოთხის ბაღი გააშენა. აი ზუსტად ესე ეხლა რომ ვიხსენებ, ფაქტობრივად პატრიარქმა აი სამოთხის ბაღი გააშენა. დღეს აი ძალიან გავს, მოკლედ ეხლა ჩვენ კი სამოთხეში არ ყოფილვართ, ესე რომ თქვა თვალით არ გვინახავს ეს, მაგრამ აი თუ შეიძლება რომ აი ეს თან ამის ეხლა იქ წყალიც არის ეხლა და პრინციპში თბილისშიც თუ მით უმეტეს სათბურებს გამოიყენებ, ჰავა ისეთია რომ პრინციპში ყველაფრის დარგვა შეიძლება, ხო და ნუ მოკლედ აი ესე გააშენა და გარდა ამისა
გარდა ამისა, ეს ცხოველები ხომ მოიყვანა შინაური ცხოველები და გარდა ამისა, სულ მიკვირდა ესეც რა, რომ აი პატრიარქს სულ გარშემო განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ძაღლების მიმართ. და რაღაცა განსაკუთრებული ჯიშის ძაღლები მოყავდათ. მე მახსოვს ერთხელ მახსოვს ესე იგი მწვრთნელები მოდიოდა, კინოლოგი ქვია, ესე იგი ამ ძაღლის მწვრთნელს და ესენი მოდიოდნენ და ესენი უყვებოდნენ ხშირად ესაუბრებოდნენ და ერთი ძაღლის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ეს იყო როტოილერის ჯიშის ძაღლი იყო და ეს ძაღლი რომ მოიყვანა პატრიარქმა. ნუ რა გითხრათ, იცით როგორი ძაღლია, ძალიან სახიფათო ძაღლია, როტოილერი, ნუ ხეცია რა, ნამდვილი ხეცია და ნუ პატრიარქთან ეს ძაღლი ესე იგი იყო, ნუ აი რა ბატკანივით იყო რა, ფაქტიურად სულ გვერდზე დაყვებოდა პატრიარქს. ეს მესამე სართულზე რო ცხოვრობდა პატრიარქი, ეს ძაღლიც ესე იგი ტობი ერქვა სახელად ეს. ტობი როტოილერი აი მის პატრიარქი შებრძანდებოდა დასაძინებლად, მის კარების წინ იძინებდა. არავე აი თითქოს არავის არ ერჩოდა, მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანს დაესხა თავს. ხო და პატრიარქი მე მეგონა რომ აი პირველი შემთხვევა რო იყო, აღარ მახსოვს უკბინა თუ არა, მაგრამ ეცა ვიღაცას, მე მეგონა რომ ნუ მოაშორებდნენ ხა აქედან ამ ნუ ხეცი რა, ნამდვილი ხეცი ეს ძაღლი და არა სხვათა შორის პატრიარქს მაინც ძაღლი არ მოიშორა გვერდიდან და მე მქონდა ამ ძაღლთან ესე იგი ასევე ცოტათი იუმორისტული პრაქტიკა ამის შესახებ მოგიყვებით და მე დანარჩენ ამბებს მე გავაგზავნებ. მოკლედ ამ ტობისთან თითქოს დავამხანაგდი რა. რაღაც ესე იგი ცუდად იქცეოდა ხოლმე, ლოც საღამოს ლოცვა სრულდებოდა ხოლმე. ეს ტობი მოვიდოდა ხოლმე და დადიოდა ესე. გავართ რა ლოცვაზე და პატრიარქთან. ნუ ვიღაც კითხულობს, პატრიარქი დაბრძანებულია და ეს ტობი დადის და ესე იგი ამ ტობის იქ კიდე მამა ბესარიონი მიხსენებია უკვე წინა საუბრებში და ესე იგი ტობის უყვარდა ძალიან მოფერება. ოღონდ როგორი მოფერება იცით? ეხლა თავზე მაინც კი ვერ გადაუსვამ საშიში იყუცა. ხო და ესე ზურგზე უკანა ფეხებისკენ თუ ხელს მოკიდებდი, აი ბეწვი, დაბალი ბეწვი აქვს, მაგრამ აი ბეწვი თუ მომასიზავდი, ნუ ძალიან სიამოვნებდა რა ამ ტობის და იდგა და მოკლედ მოგეწეპებოდა ეს ტოპი და ამას თან ნუ ეს ის არის ხა როგორ გითხრათ ნუ ესე რომ თქვა რბილად ცელქობა რა ხა ტოპის რო ეფერები და ეს ტოპი რო რაღაც თან ფეხს აქნევს და რაღაც უბრალოდ ასაცილო იყო და ნუ ესეთნაირად თითქოს ამ ტოპის შევეჩვიე რა და რა გავაკეთე ერთხელ ხო და ტოპი რო იღრინებოდა ხოლმე ნუ ძალიან ის იყო რა ქვია ძალიან სახიფათო იყო ხო და მოკლედ აი სადაც ახლა ლიფტი არის შესასვლელი იქ არის ტოპი და ტობი თავზე უსვამ ხელს და დაუღრენდი ამ ტობის აი რომ დაუღრენს თვალებს სამოატრიალებდა ამ თვალებს და არა ტობი დაუღრენეს არა და ხო და მე ესე იგი დაუღრენი ამ ტობის თავში ჩავარტყი მუშტი იმიტომ თავში რომ ჩაარტყავდი ქვედა ყბას ზედა ყბას ვთებრებს გიყვებით ახლა მაგრამ ხო და ესეთი იყო ეს ტობი და რომ ჩავარტყი ესე იგი აი რომ იცოდეთ რასთან ქონდა პატრიარქს საქმე რა მე არ ვიცი რა მოხდა ამ ტობიმ დაიხეფა შემომახტა ისე სწრაფად გააკეთა ეს ყველაფერი რომ ვერც კი მივხვდი რა მოხდა საერთოდ და რომ ესე იგი ჩამოხდა ქვემოთ ეს ტობი უცებ მომახტა და გადახტა უკან ესე იგი ეს ჟილეტი მეცვა რომელსაც აი ეს გულის ჯიბე ქონდა და აი ეს გულის ჯიბე იყო ესე ჩამოგდებული ესე ქანაობდა გულის ჯიბეში მედო რაღაც წერილი ნუ მრევლის რაღაცა და ამ წერილს ქონდა კუთხე მოკონეტილი ესე იგი აი არ ვიცი როგორ გააკეთა ის შემომახტა ეს ჩამომახია ამ წერილს ის მოკონეტა ოღონდ ეს ერთ წამში თუ წამის რაღაცა ნაწილში და დგას და მიყურებს ეს ტობი და
აი ესე რომ დამიარა ცივმა უფლმა რომ დამასკა, ესე იგი რომ წარმოვიდგინე რა, ესე იგი რასთან გვაქვს საქმე რა. და აი პატრიარქის გვერდით ხო გეუბნებით, ხა ეს პატრიარქის გვერდით არ იყო ცოტა შორს იყო, ესე მოვიქეცი პატრიარქის თანდასწრებით ამას როგორ გავბედავდი, მაგრამ მოკლედ ესე და აი ესეთი ძაღლი და ერთი კი არა. სხვადასხვა დროს აი გერმანული ნაგაზები ესენი და ბოლოს აი ესეც ამ ბაღის რაღაც სრულყოფა იყო თუ რა იყო არ ვიცი გაკეთე ეხლაც არსებობს ეს ვოლიერი არის გაკეთებული ეზოში აი ისევ კიდევ ერთხელ საპატრიარქოს კი და პატრიარქის შესასვლელთან პირით რო გახარ მარჯვენა მხარეს არის ესე იგი ცენტრალური შესასვლელი და იქით ეზოში არის ეს ვოლიერი და აი ვოლიერში უკვე ძალიან სერიოზული ძაღლები ყავდა ხოლმე დამწყდეული და საღამოობით ამ ძაღლებს უშვებდნენ. საღამოობით არ ვიცი რა დატვირთვა ქონდა ამას ის რომ თვითონ ძაღლი ესე იგი რომ ძაღლს გაერბინა თუ რაღაც თავისუფლად ყოფილიყო თუ ის რომ მაინც რაღაცა დაცული ყოფილიყო ეს საპატრიარქო ყოველ შემთხვევაში ხანდახან გვიან გვიწევდა ხოლმე მისვლა მე უკვე მოგვიანებით მე უკვე როდესაც მანქანით შევდიოდი ხოლმე საპატრიარქოს ტერიტორიაზე ნუ თუ რაღაცა დროის მერე მიხვიდოდი ეს ძაღლები იყვნენ გამოშვებული როგორ გითხრათ იცით აი ძალიან დიდი თავდაბლობა თუ ძალიან დიდი მორჩილების გრძნობა თუ რაღაცა უნდა ქონოდა რომ ამ ძაღლებს შორის გაგეულო რა იმიტომ რომ ისეთი ძაღლები არიან, აი ვიღაცებს უყებდნენ, ვიღაცებს გამოექანებოდნენ, ვიღაცებს ძალიან ეშინოდათ. საერთოდ ეგეთი რამეც არის ნათქვამი, რომ როდესაც გეშინია ამ ცხოველის თუ ძაღლის რაღაც სულს გამოყოფ და ამის გამო ის კიდევ უფრო მეტად, მოკლედ ამ ძაღლს ეშინია იმისი, ვისაც მისი ეშინია რა, რაღაც ესეთი თვისება აქვს და მოკლედ აი ეს პატრიარქი ხო რა თქმა უნდა არავითარი არასოდეს შიში არ ქონია, იმიტომ რომ მისი ძაღლები იყვნენ და მას ცნობდნენ და უნდა გენახათ ეს ძაღლები როგორ ეპყრობოდნენ პატრიარქს. ანუ მე საითკენ მემყავს ახლა ეს საუბარი, რომ თვითონ პატრიარქი აი ამ ბაღში, როდესაც ყოველ საღამოს ჩამოდიოდა ხოლმე სასეირნოდ, აქ სეირნობდა, აი ამ ბაღში, აი ამ ცხოველებში თავს გრძნობდა აბსოლუტურად როგორ გითხრათ ბუნებრივად რა ბუნებრივად და ეხლა უკვე სხვა თვალით უყურებ მე ამას და ცხადია რომ ეს ყველაფერი იყო რაღაცნაირი არქეტიპული ანუ იგი მას ეს ყველაფერს ისე აკეთებდა რომ აი რაც სასופველოს ახსენებდა მას რა თვითონ და ფაქტიურად როგორც ადამი იყო სასופველში აი როგორც ეს გერასიმე ორდანელზე რაც გითხარით ლომი ყავდა რა გვერდზე ხმეტი რაც ხოველი უნდა ნამდვილი ლომი ყავდა მოშინაურებული და ხატებზე ხშირად ესე გამოიხატება ეს ლომი გერასიმეს სახით გამოიხსახე ლომის სახე გავს ძალიან გერასიმეს სახეს აი ესე გამოიხატება ხოლმე ხშირად და იმას ვამბობდი რომ აი პატრიარქი ესე იყო პატრიარქი ესე გრძნობდა ბუნებრივად აბსოლუტურად თავს ამ ცხოველებსა და ამ სცენარეებს შორის რომელიც ძალიან ეგზოტიკურია აი ხო გებით შეიძლება აი დღესაც არ ვიცი როგორ მოხერხდება აი ნებისმიერი ადამიანისთვის მაგრამ ნუ თუ მოინდომებს ადამიანი შეიძლება ამ ბაღის ნახვა გასეირნება და ხო და აი ცხოველებში ამ ესე იგი ამ ბუნებაში გრძნობდა თავს ფაქტიურად ნუ არ ვიცი ამ შეიძლება ის ზემოტებოდა რომ მოხევე იყო და აი ხევის შვილი იყო და იქ ხევი ნუ აი ძალიან ბუნებასთან ძალიან ახლოს უნდა იყო მაგრამ აქ ის კი არ არის საქმე მარტო თვითონ გრძნობდა თავს კარგად აქ არამედ თუ შენ პატრიარქის ნუ რა გითხრათ ესე იგი თუ ენდობოდი პატრიარქს აი თუ პატრიარქის გჯეროდა მაშინ არაფერი საფრთხე არ იყო აი ამ ცხოველებში ამ ნუ ძალიან ძიმე ძაღლები იყვნენ პირველ რიგში ძაღლები სხვა ცხოველი ხა ნუ მახსოვს ერთხელ ცხენი მოგვარეს პატრიარქს საჩუქრად ხა ცხენი ეზოში არ ყავდა სხვაგან იყო ეს ცხენი მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ძაღლები კი იყვნენ და აი ძაღლების შეგეძლო რომ აი თუ მორჩილება კი არა აი თუ ნდობა ქონდა პატრიარქის აი რომ გამოექანებოდა ეს რაღაც ძაღლი და გინახავდა მორბოდა რა ბუნებრივია ხო
ნუ ვიღაცას ეშინოდა და აი ზიანი რო არ მოეყენებინა თუ პატრიარქზე ფიქრობდი და ამბობ რომ აი მე პატრიარქთან მოვედი და რატო უნდა შემოთქვე შეგებ ჩემ გამოცდილებას გიყვები რატო უნდა მერჩოდეს ეს ზაღლი მე ხო კარგი განზრახვითა ვარ პატრიარქთან მოსული ლოცვა-კურთხევის მისაღებად ან რაღაც საქმეზე ხო აი გამორიცხულიყო მე მაგალითად აი ეს ერთხელ ამ ტომის რო ცუდად მოვიკეცი იმის მერე ესე იგი იმის მერე არავის არის შემთხვევა ამ ზაღლებთან არ მქონია რაღაცა ზიანის და კიდევ ბოლოს დავამთავრებ ერთ რამეს ეხლა რაც მოგიყევით ამ ტომისთან დაკავშირებით ეს თავისით გამოვიდა რაღაც საუბარმა მოიტანა მაგრამ ერთხელ პატრიარქმა დაგვიბარა კი არა ნუ აი სადილად ვისხედით და უცებ ესეთი რაღაც გითხრა საუბარი ჩამოვარდა ნეტარ ავგუსტინესზე და ნეტარი ავგუსტინეს აღსარებას ეს წიგნი არის რაღაც არაჩვეულებრივი დაწერილი და თქვა რომ თქვენც უნდა დაწეროთ რაღაც ესეთიო დამთავრებს გითხრა რა უნდა დავწეროთ თქვენ აი როგორც ნეტარმა ავგუსტინემ თავისი აღსარება დაწერა თქვენც უნდა დაწეროთ აღსარება აი ესეთი აღსარებები იმიტომ რომ ძველი ქრისტიანები ერთმანეთს ეუნებოდნენ ესე იგი თავიანთ ცოდვებს აი თქვენი ცოდვები უნდა მოუყვეთო ადამიანებს რა საზოგადოებას მოთხარი თქვენ უწვიდესობა ეხლა მე რო ჩემი ცოდვები მოუყვე რა ცოდვები ჩავდივარ ნუ დავბრკოლდება რა ხალხი ეკლესიის მიმართ და როგორ უნდა მოუყვე მეთქი ეს ცოდვები ხა რასაც ნუ უწვიდესისთვისაც მithქვამს აღსარება რამდენჯერმე და ასე შემდეგ და იცით რა რაღაც იგავური ფორმით აღწერეთო მაგრამ მაინც თქვითო და მე რაღაცად ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და აი ხა ეს რაც მოგიყევით ცოდვა იყო ნამდვილად ეხლა თითქოს ისეთი არაფერი მაგრამ ნუ აი ყოველთვის დავისაჯე ამ ცოდვისთვის და აი ესე და თავისთავად ესეთი ფორმა ურთიერთობის ესეც პატრიარქის ანდერძია რა რაღაცნაირი რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ ვიყოთ გულწრფელები და რომ შეგვეძლოს საკუთარ ნაკლზე საკუთარ ცოდვებზე საუბარი ესეც პატრიარქის აი დაგვიბარა პირდაპირ ეს როგორც ანდერძი ამითი დავამთავრებ დღეს საუბარს ამით დავამთავრებ და შემდეგ ნუ კიდევ ბევრი 90 წელია ისევე და კიდევ ბევრი რამ მოსაყოლი 90 და უკვე 91 წელი რო დაიწყება და უკვე განსაკუთრებით ახლა მე ვამზადებ შემდეგ საუბრებს უკვე 91 წელს მესამე მოგზაურობა წმინდა ნინოხსაზე მოკლედ ეს ჯერჯერობით საპატრიარქოს შენობაზე ვისაუბრეთ მერთვა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი